ერეკლე მეორის ბიოგრაფიული შტრიხები, ნარატივი და ისტორიული რეალობა. ამ სახელწოდებით კონფერენცია თელავში გაიმართა. ღონისძიების ჩატარების მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებისთვის მეფე ერეკლე მეორის დაბადების თარიღის დადგენასთან დაკავშირებით ახალი ისტორიული ფაქტების გაცნობა და რეზოლუციის მიღება. კონფერენციის ფარგლებში მეცნიერებმა საზოგადოებას ერეკლე მეორის ცხოვრებასთან, მოღვაწეობასა და მის მიერ დატოვებული ისტორიულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული აქამდე უცნობი ფაქტები გააცნეს. კონფერენცია მეფის საელჩო დარბაზში გაიმართა, რომელსაც ხელისუფლების სასულიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მისასალმებელია, როდესაც ასეთი წარმომადგენლობითი კონფერენცია ტარდება და რომელიც ეძღვნება ჩვენ ღვაწლმოსილ და ყველასთვის უსაყვარლეს ისტორიულ მეფეს ერეკლე მეორეს, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში, მის დამოუკიდებლობის გაძლიერებაში, მის წინსვლასა და ქართველი ერის შემდგომ განვითარებაში და რა თქმა უნდა ჩვენთვის ყველა ისტორიული ფაქტი, რომელიც დაკავშირებულია მის დაბადების თარიღთან, მის მოღვაწეობასთან, მრავალმხრივ მოღვაწეობასთან, ყველაფერი საჭიროა რომ გამოკვლეულ იქნეს, შესწავლილ იქნეს და დადგენილ იქნეს სრული სიზუსტით, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ უნდა დავაფასოთ ჩვენი წარსული, ჩვენი ისტორია იმისთვის რომ ძლიერი აწყვო გქონდეს და კიდევ უფრო ძლიერი მომავალი გქონდეს. ძალიან მნიშვნელოვანი არის დღევანდელი კონფერენცია მეფე ერეკლესთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მოუკლევა იმ პერიოდის, კიდევ ერთხელ მოუკლევა მეფე ერეკლეს მოღვაწეობის. მეფე ერეკლე იყო გამორჩეული ქართლ-კახეთის მეფე, რომელიც ძალიან მძიმე და რთულ პერიოდში ძალიან სწორედ რომელმაც ძალიან მძიმე და რთულ პერიოდში ძალიან სწორედ ატარა ქვეყანა და მის მიერ განვლილი გზა სამაგალითოა, მის მიერ განხორციელებული სტრატეგიული გადაწყვეტილებები სამაგალითოა, რომელიც დღესაც ამ ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში, რომელიც დღეს არსებობს, შეიძლება იყოს მაგალითი და გადაწყვეტილებები მაშინდელი მიღებული დღეს გამოყენებული იქნას მაგალითად და დღევანდელი კონფერენციაც კიდევ ერთხელ ამაღლებს ცნობიერებას მეფე ერეკლესა და იმ პერიოდთა მიმართებით, რაც რა თქმა უნდა მისასალმებელია და განსაკუთრებულად ხარდასაჭერია. უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ კმაყოფილებით მინდა აღნიშნო, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივით დაწყებული ეს საქმე ჯერ კიდევ 6 წლის წინ დავგვირგვინდა იმით, რომ დღეს სტარდება კონფერენცია, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს ერეკლეს არადაბადების თარიღს, არამედ იმ თარიღს, როდესაც უნდა აღვნიშნოთ ჩვენ ერეკლეს დაბადების დღეს არის 7 ოქტომბერი. რას ემყარება? ემყარება ყველა ქართულ ფოლკლორულ და ისტორიულ წყაროს, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ერეკლე თელავში იშვა ოქტომბერს მე-7 დღესა.